მოგესალმებით. მოკლედ ვისაუბროთ ამერიკის ვიზასთან დაკავშირებით, ტურისტული სასტუმრო ვიზა. ანუ რა დამჭირდება იმისათვის, რომ თქვენ განაცხადი შეგივსოთ და კონსულში შეხვიდეთ, იმისათვის, რომ გაიაროთ გასაუბრება ამერიკის ვიზის მისაღებად. იმისათვის, რომ ვიზა მიიღოთ. ანუ ეხლა მარტივად რომელი ასე ვთქვათ, ნაბიჯიდან ვიწყებთ ამ ყველაფერს რა. მოკლედ რა გვჭირდება ჩვენ? პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება ვთქვათ ამ საიტზე შედიხართ, ვთქვათ აქ არის ამერიკის ვიზა. ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში რომ იმისათვის რომ მე მონაცემები, ასე ვთქვათ, შავად თქვენ უნდა ჩამოწეროთ ქაღალდზე ან ონლაინში ავსოთ კომპიუტერში. კითხვარია შესაძლებელი. ეს კითხვარი მოიცავს ინფორმაციას, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ინფორმაციას მშობლებზე, სახელი, გვარი, მათი დაბადების თარიღები, თქვათ ინფორმაციას განათლებასთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაციას შეიცავს მეუღლის ასე ვთქვათ მიმართ ინფორმაციას სამსახურების შესახებ, რა ქვეყნებში იყავით ბოლო ხუთი, ხო არ მქონდა დეპორტი ან კრიმინალი და ასე შემდეგ რა. სრული ინფორმაცია ივსება ვთქვათ ამ ასე ვთქვათ კითხვარში და მე იქნება ანკეტა. ამისათვის რომ ანკეტა შეიქმნას მე მჭირდება ინფორმაცია. პირველ რიგში ჩვენ უნდა გადმოვიწეროთ აი ამ საიტზე რომ შედიხართ ან email ელექტრონულ პოსტაზე თქვენს ელექტრონულ პოსტაზე მაქვს გამოგზავნილი. ვთქვათ ვიწერთ ამას ვაჭერთ. თქვენ მიიღებთ ასე ვთქვათ აი ესეთ ანკეტას. ეს ანკეტა უნდა ჩამოტვირთოთ კომპიუტერში. ეს ერთი ვარიანტი და პირდაპირ თვითონ აქვე გასცეთ პასუხები მარჯვნივ. და ან უნდა ამობეჭდოთ ეს პრინტერზე ამობეჭდოთ და ხელით, კალამით ჩამოწეროთ აქ სრულად პასუხები. აუცილებლად უნდა ჩამოწეროთ სრულად და ისე როგორც გვეკითხება. მაგალითად თუ ვაკეთებთ კომპიუტერში, ცოტა უკეთესი ვარიანტია, როცა ონლაინ ვაკეთებთ ამას ვინახავთ, მერე შემდგომ ჩემს ელექტრონულ პოსტაზე ამ შევსებულ კითხვარს მიგზავნით. თუ თქვენ ამობეჭდავთ და ხელით შეავსეთ, მაშინ შეგიძლიათ გადაუღოთ მობილურით გაცემულ კითხვებს პასუხები, მან ვთქვათ ამ უკვე შევსებულ ანკეტას მობილურით სურათები და ან WhatsApp-ში, ან ელექტრონულ პოსტაზე გამომიგზავნოთ უკვე პასუხგაცემული, ასე ვთქვათ, კითხვარი. რა კითხვები არის აქ? აი მაგალითად ახლა პირველი კითხვა გვარი და სახელი ინგლისურად პასპორტი. პასპორტი ხო გაქვთ, შესაბამისად პასპორტი უნდა გქონდეთ. მინიმუმ 6 თვე მაინც უნდა მოქმედებდეს ეს პასპორტი. ან ცოტა მეტი. ვთქვათ ახლა აქ ვთქვათ თქვენ პასპორტში წერია გვარი კაპანაძე. ჩაწერთ კაპანაძე. ვთქვათ ირაკლი ხო კაპანაძე, ირაკლი. მერე სახელი გვარი როგორ წერია, ვთქვათ კაპანაძე ირაკლი ესე გასცემთ პასუხი თქვენი წინ, ანუ ვინც ქორწინებებში იყო, ვთქვათ სახელი გვარები შეიცვალა, ანუ ისე შეიცვალა, თუ არ შეუცვლიათ ჩაწერს, რომ თუ შეიცვალა გვარი იყო, ვთქვათ მამულაშვილი, მაშინ ჩაწერს მამულაშვილი იყო. თუ არ შეუცვლია, მაშინ ჩაწერს არ შემიცვლია. გააგრძელა მერე. ოჯახური მდგომარეობა არის სულ 4-ნაირი. ხელი არასდროს არ მოუწერია პირველი. არ მოგიწერიათ მეორე ამ მომენტისთვის ხელი გაქვთ მოწერილი. მესამე ვარიანტი მონიშნავთ, რომ გქონდათ ხელი მოწერილი, მაგრამ გააწერეთ და მეოთხე ვარიანტი არის ქვრივი, ეს არის როცა ხელი გქონდა მოწერილი და მეუღლე გარდაიცვალა. აქ ჩაწერთ ამას. დაბადების თარიღი სრულად, ვთქვათ 15 დეკემბერი 1975 წელი. დაბადების ქვეყანა რეგიონი, ქალაქი, როგორც პასპორტში წერია, მაგალითად საქართველო, მაგალითად ბათუმი თუ დაიბადა. სხვა მოქალაქეობა ისინი არ ქონიათ, ესენი თუ არ გიხებათ ისე შენი საცხოვრებელი მისამართი, ვთქვათ. დაწერე აქ მაგალითად იქნება მისამართი, ქუჩა უბანი, აი სრულად უნდა გასცეთ აქ. მარტო ის არა ბათუმი და ნინოშვილის 9 არა. უნდა დაწეროთ ბათუმი, აჭარა,
თქვათ ნინო ნინოშვილის ქუჩა თუ გამძირია და ასე შემდეგ სრულად უნდა გაცეთ პასუხები. წასვლის მიზეზი თქვათ სტუმრად ჩასვლის თარიღი მიახლოებით თვე შეგიძლია თქვათ გადაწიეთ 3-4 თვის მერე თქვათ პირობითად ავიღოთ 08-2025 თქვათ ეხლა არის მარტი თქვათ 2025 თქვათ აგვისტო იყოს 5 თვის მერე 08-2025 ჩაწერს და აქ ვისთანაც მიდიხართ იმის სრული მისამართი ტელეფონი გვარი ელექტრონული პოსტა თუ ტურისტულად მიდიხართ რაღაც სასტუმრო უნდა ერჩიოთ ვინ გიხდით გზავრობის თანხას შვილი თუ თქვენ იხდით და ამ ყველაფერს ჩაწერთ სად ხართ აი ამ პასუხებს უნდა გახსოვთ სრულად თქვათ დედის გვარი სახელი თქვათ დედა ამერიკაშია არა თქვათ გარდაცვლილია ესეთ სუსტად უნდა ჩამოწეროთ ყველა კითხვას უნდა გასცეთ პასუხი მათ შორის აქ არის აი სასწავლებელი იწყებთ აი ამ ბლოკში თქვათ ჩაწერთ სკოლას რომელიც დაამთავრე ამას თქვათ ჩაწერთ ტექნიკუმს აქ ჩაწერთ სრულად სახელწოდებას მისამართს სადაც დადიოდით ჩაწერთ თქვათ ინსტიტუტ უნივერსიტეტს და ასე შემდეგ ბოლო 5 წელი სად მუშაობ ეხლანდელი სამსახური თუ მუშაობ თქვათ ჩაწერ თუ მანამდე მუშაობდი აი ამ ბლოკში ჩაწერ ყველაფერს უნდა გაცეს სრულად პასუხები თქვენი ელექტრონული პოსტები თუ ბევრი ჯარში იყავი თუ არა თუ იყავი რომელ რიცხვში თვეს და წელს წახვედი იმ ჯარში რომელ რიცხვში თვეს და წელს დაბრუნდი იმ ჯარიდან წოდება არის საჭირო თქვათ რიგითი იყავი სერჟანტი ასე ვთქვათ სპეციალობა არტილერისტი ტანკისტი და ასე შემდეგ სად იმსახურე ქალაქი ქვეყანა და ასე სრულად ბოლო 5 წელი რა ქვეყნებში იყავი გადათვალე უკან 5 წელი და იქიდან რა ქვეყნებში იყავი თქვათ ეს თუნდაც ტრანზიტით რომ თქვათ ისე გავლითაც ან ავტობუსით ან თვითმფრინავით აი თქვათ ავიღოთ თურქეთი იტალია საფრანგეთი თუ ან ავტობუსით გაიარე თუ ისე თუ იქ იყავი მარტო თუ მეუღლესთან ერთად ყველაფერს წერს სადაც შენ ფიზიკურად იყავი თუნდაც იქ შტამპი არ ქონდეს იმ ქვეყნის და უბრალოდ გაიარე უნდა ჩაწერო მარტო საქართველოში ხარ ნამყოფი ჩაწერ აქ საქართველოს უნდა ჩამოწერო ყველაფერი რა ენებს ფლობ დეპორტი თუ არ ქონია კრიმინალი და აქ ლინკი უნდა ჩააგდო თქვათ ლინკი შენი სოციალური ქსელების თუ თქვათ ხელით გიჭირს საკრეფა ელექტრონულ პოსტაზე გამომგზავრი აი ამ კითხვას რო შეავსებ შეინახავ ელექტრონულ პოსტაზე გამომგზავრი ეს პირველი დავალება ან თქვათ ქაღალდზე ამობეჭდილ ქაღალდზე თუ ჩამოწერ პასუხებს შეგიძლია სურათი გადაუღო ან დაასკანირო და გამომიგზავნო ისევე იმეილზე ახლა შემდეგი ეტაპი ხო შემდეგი ეტაპი აი თქვენ თვითონ ნახეთ აი როგორ არის აი აქ არის ჩვენები როგორ არის შევსებული ახლა იქ თუ გეკითხება მაგალითად პირველი ცოლი მეორე ცოლი მესამე მეუღლე თუ შენ არ გეხება გამოტოვებ იმ ველებს თქვა ეხლა ვიღაცას 4 უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული ვიღაცას არც ერთი ვიღაცას თქვათ ორი მეუღლე ყავდა ვიღაცას არც ერთ საერთოდ არ ყოფილა ქორწინება ვიღაცა იყო ჯარში ვიღაცა არ იყო და ასე შემდეგ ჯარი ასევე ითვლება აი თუნდაც სამხედრო კათედრად რომ დაამთავრო უნივერსიტეტში და ასე შემდეგ რაიმე წოდება სამხედრო თუ გაქვს უნდა დაწერო ყველაფერი აი აქ არის ჩამოწერილი როგორ უნდა გასცე პასუხები სრულად და ასევე კომპიუტერში შეგიძლია ეს ასე ვთქვათ ყველაფერი აკრიტო შემდეგ დავალება არის თქვენ უნდა თქვენ განუჭირდება ფოტოსურათი ფოტოსურათი არის ასეთი ეს არის კომპიუტერული ზომა 600 პიქსელი 600 პიქსელს აი მხრები უნდა ჩანდეს ამ სურათში თქვენ მიდიხართ თქვათ კოდაკში ან ფოტოატელიეში ან შეგიძლია დადგეთ ერთ კედელთან გადააგიღოს ვიღაცამ თქვათ სურათი მობილურზე თქვათ 1-3-4 სურათი და ეს თეთრ ფონზე განათებულზე ან თეთრ კედელთან ან თეთრ კარტთან გარეთ უფრო უკეთესია ვიშუგზე და მე მოუჭრი ზომაზე და ამ სურათს ავტვირთო თუ არა ფოტოატელიეში შეგიძლიათ მიხვიდეთ მისცეთ ჩემი ელექტრონული პოსტა უთხრათ ლინკ არტისტის ამერიკული სტანდარტი არის ამერიკული ვიზისთვის 600 პიქსელი ქაღალდის ვარიანტი არ გჭირდება და ის თვითონ ჩემს ელექტრონულ პოსტაზე გამომიგზავნის ამ იმას რა ქვია ამ სურათს თქვენ სურათს
თუ ბევრი ხართ, სასურველია სურათს დააწეროთ ვინ არის. აი ესაა ჩემი ელექტრონული პოსტა აქ. აი აქ გამომიგზავნიან ამ სურათს. ეხლა შემდეგი რა არის საჭირო ეხლა კიდე? საჭირო ის, რომ ამერიკელების თანხა მოსაკრებელი ჩვენ გადავიხადოთ. ამისათვის იმ დღეს, როცა თქვენ დააპირებთ მოსაკრებლის გადახდა, ყველა იხდის თავისას. სხვასაც შეუძლია სხვისი მოსაკრებელი გადაიხადოს, უნდა გქონდეს მისი პასპორტის სურათი. ნახეთ ეხლა რა ხდება. თქვენ გადადიხართ აი ამ ბმულზე, ესე უნდა გადახვიდეთ იმ დღეს, როცა თქვენ მიხდით და იქ არის გადასახდელი თანხა. ზუსტად აი ეს თანხა უნდა იყოს გადახდილი. ანუ ეხლა ამ მომენტისთვის 536 ლარი და 50 თეთრი ეს იმათვის, ვინც შედის ამერიკის საკონსულოში თბილისში. ეს რა არის, ეს რა ვადა არის. აი თქვა თქვენ ამობეჭდეთ ეს ქვით არიან აჩვენეთ, თქვენ თქვათ ახლა არის 13 მარტი. თქვენ უფლება გაქვთ აი ამით, აი ამ ქვითრით გადაიხადოთ 16-ის ჩათვლით. 16 რიცხვის ჩათვლით. აი რა რიცხვიც აქ იქნება. აი თქვა თუ დღეს არის 17 მარტი. და ეს ამ ქვითარს აწერია 16 მარტი ვთქვათ, ეს უკვე ეს ქვითარი არის ძველი, ამით გადახდა არ შეიძლება. ამიტომ სასურველია, როცა თქვენ იხდით, იმ დღეს შეხვიდეთ აი ამ ვთქვათ ლინკზე, ამობეჭდოთ ეს და აჩვენოთ. ამას იხდით საქართველოს ბანკში ლარში. და ეუბნებით ესეთ რაღაცას. თქვენ ეუბნებით, რომ აი პასპორტი ვიხდი ამის მოსაკრებელს. თქვათ თუ შვილია, უნდა მისცეთ შვილის პასპორტი. და ნახეთ რა იქნება, როგორ რაღაცას საქართველოს ბანკი თქვენ მოგცემთ ესეთი ტიპის ჩეკს. აი აქ, აი ამ მონაკვეთში ეწერება იმ ადამიანის მონაცემები, ვინც გადაიხადა და აი კლიენტში ეწერება, ვინც გადაიხადა და გადამხდელში უნდა ეწეროს იმ ადამიანის სახელი გვარი, ვისაც თქვენ გადაუხადეთ ეს მოსაკრებელი. თქვათ ირაკლი მივიდა და უხდის თქვათ დედის მოსაკრებელს, რომელსაც ნინო ქვია. აქ შეიძლება ირაკლი ეწეროს კლიენტში და გადამხდელში ნინო. თქვათ ნინოს სახელი გვარი. აი აქ ქვემოთ არის იქნება დანიშნულება და აი აქ არის კოდი, 12 ნიშნა კოდი. ანუ თქვენ ამ ჩეკს, როცა საქართველოს ბანკი მოგცემთ, ყველა იხდის თავთავის მოსაკრებელს. რამდენი ადამიანი შედის, იმდენი ჩეკი იქნება ესეთი და ყველა იხდის თავთავის მოსაკრებელს, თავთავის საზღვარგარეთის პასპორტით. შემდგომ ამ ჩეკს თქვენ გადაუღებთ სურათს, ეს ჩეკი გააქტიურდება მეორე, მესამე დღეს, მეორე სამუშაო დღეს და ამ კოდის საშუალებით მე შემიძლია ჩაგწეროთ ვიზის მიღებაზე. ეს დამჭირდება ამის სურათი. ასევე უნდა იცოდეთ, რომ ეს მოცემული ჩეკი აუცილებლად უნდა შეინახოთ და წაიღოთ საკონსულოში, რომ საკონსულოს ეს სჭირდება. აი, კარგად ნახეთ ეს ჩეკი, ორიგინალი უნდა შეინახოთ. შემდგომ ახლა რა ხდება? ხო, თქვენ ახლა მიდიხართ საქართველოს ბანკში და ამ მოსაკრებელს იხდით. ნუ ჩემს მომსახურების თანხასაც იხდით, ახლა ჩემ პირადა ნომერს შეიყვანთ და იქ გადაიხდით. ეხლა ჩვენთან საქართველოში არის გადახდა, ასე ვთქვათ, ლარში, ანუ ვთქვათ, დოლარშია და ასე შემდეგ. ჩვენთან იხდი მხოლოდ საქართველოს ბანკში. აუცილებლად, ვინც ამ ეტაპზე საქართველოში შედის, ან საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჰქონდეს, ან ბინადრობის მოწმობა. ისე არარეზიდენტები ვერ შედიან საკონსულოში. აი ესენი არის საჭირო. აი ძალიან დეტალურად გაეცანით აი ამ, ასე ვთქვათ, აი ამ მონაცემებს. აი აქ არის კითხვარი, რომელიც უნდა გადმოიწეროთ, Word-ის ფაილია, გახსნით იმას, შეავსებთ და გამომიგზავნით მე. შემდგომ მე ჩემს ყველაფერს გაიკეთებ. ახლა რა საბუთები ჭირდება საკონსულოს, ეს უკვე ქვემოთ წერია, ეს ქვემოთ წაიკითხავთ, საერთოდ ისწავლეთ წაკითხვა სანამ რაღაცას შემეკითხებით, აქ ყველაფერი ინფორმაცია არის. მე პროფილის პაროლსაც გამოგიგზავნე და ასევე პროფილის პაროლიც იქნება და ანკეტის პაროლიც იქნება და ყველაფერი. აი ესენი არის ძირითადი საბუთები და ეს საბუთებია სურვილის მიხედვით, რომელიც თქვენ შეგიძლიათ საკონსულოში შეიტანოთ. იქ რიგები არ არის, მაინც და მაინც ერთი კვირა არის, 2 კვირა, 3 კვირა, 4 კვირა მაქსიმუმ რიგები რომ ჩაგწეროთ და აქ არის კიდე
თქვათ ვიზას თუ გაძლევენ, როგორ მიხვდეთ, რომ როდის მიხვიდეთ TNT პოსტაში და ვიზიანი პასპორტი წამოიღოთ. ერთი რაღაცა არის კიდე გასაგები, არავითარ შემთხვევაში არ მოიტყუოთ ანკეტაში ტყუილი არ ჩაწეროთ. ძალიან სწორად გაიცეთ პასუხი, იმიტომ რომ პრობლემა რო არ შეგექმნათ მერე თქვენ მასთან დაკავშირებით, რომ ტყუილში არ დაგადანაშაულონ და ასე შემდეგ. მხოლოდ სიმართლეზე თუ ვინმე ყავთ ამერიკაში ან ის აუცილებლად მიუთითეთ, სწორად მიუთითეთ, ოჯახური მდგომარეობა არ დამარხოთ არაფერი. არც ვიზებზე უარი, არც დეპორტები, არაფერი. ყოველთვის უნდა უთხრეთ სიმართლე, იმიტომ რომ არც სამსახურში მოიეტყუოთ, რომ აი აქ მუშაობ, არაფერი ტყუილი არასდროს არ თქვათ, იმიტომ რომ ეს არის მათი კანონის მიერ ძალიან დასჯადი და პრობლემა შეგექმნებათ. წარმატებას გისურვებთ.